ეს მსოფლიოში სათამაშოების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებლის მატელსის ოფისია. ის 1945 წელს დაარსდა და თავდაპირველად სურათის ჩარჩოებსა და მინიატურულ ავეჯს ამზადებდა თოჯინებისთვის. ესაა კომპანია, რომელმაც 1959 წელს სუპერპოპულარული თოჯინა ბარბი შექმნა. 1976 წელს ამავე კომპანიამ წარმოებაში სლაიმი, ანუ ეგრეთ წოდებული ტყარწი ჩაუშვა, რომელიც თავიდან მხოლოდ მწვანე ფერის იყო. ამ პროდუქტმაც მალევე შეიძინა ფანების არმია. გამოშვებიდან 40 წლის შემდეგ ტყარწი საქართველოში აქტუალურობას იძენს. ჩვენთან მისი პირველი შემომტანი მაღაზია კურაკურაა. სუპერმარკეტებში ტყარწის კუთხეებიც გამოჩნდა, სადაც უამრავი არჩევანია. გასაკვირი არცაა, რომ აქტიური ფანები ბავშვები არიან. ისინი უცნაურ სათამაშოს ფერის, სუნის, სირბილეს, სიფაფუკისა და სხვა მრავალი მახასიათებლის მიხედვით არჩევენ. როგორც ამბობენ, ტყარწის შემადგენლობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს, თუმცა რაიმე სახის ოფიციალური კვლევა დღემდე არავის უწარმოებია. მშობელთა დამოკიდებულებაც არაერთგვაროვანია. ხშირად მთხოვენ, მაგრამ არ ვყიდულობ ხშირად იმდენად, რამდენად სუნი აქ ძალიან მძაფრი და არ ვიცი, ბავშვისთვის არის სასარგებლო, რაიმე ზიანი არ მოუტანოს. ვერ შევალთ თუ არ მიუტანეს ტყარწი. კარგად ერთობიან. ის კი არა მე როგორც ძმება მეც კარგად ვერთობი. მე უფრო ვაქცევ ხა სუნს და ხარისს იმას ყურადღებას უბრალოდ ამათ ურჩევნიათ მრავალფეროვნების გაკეთების თვალსაზრისით იყოს ძალიან ელასტიური. ბავშვები კი არ ყოფმანობენ. დაუმუშავებელი სტატისტიკის მიხედვით 10 ბავშვიდან 7 ყველაზე ხშირად მშობლებს სწორედ ტყარწის შეძენას თხოვს. შეიძლება ითქვას, რომ მან კინდერიც კი ჩაანაცვლა. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ტყარწმა დიდად ვერ მოხიბლა. პოპულარულ გასართობზე ყველაზე მეც თავად პატარები საუბრობენ. ტყარწმა იმიტომ მომწონს, რომ არის ძალიან რბილი და კარგი სუნი აქვს. როცა არის კარგი ტყარწები, მაშინ მე ეგ მიყვარს და როცა მეწებება ეგენი არა. ტყარწი იმის გამო მომწონს, რომ არის ძალიან სასიამოვნო, რბილი. სუნების მიხედვით არ ვარჩევ, არც ფერების მიხედვითაც. კონცენტრირებაში მეხმარება, როდესაც მეცადინეობ. ამ სათამაშოს განტვირთვისა და დასვენების კარგ საშუალებად მიიჩნევენ. ფსიქოლოგი მანანა მელიქიშვილი ტყარწის ფენომენზე პროფესიულ ჭრილში საუბრობს. იქვე აღნიშნავს, რომ უმთავრესია ხარისხი და შეძენისას ყურადღება უნდა გამახვილდეს შეფუთვაზე დატანილ მწარმოებელ ქვეყანასა და იმ ფირმის დასახელებაზე, რომელიც მას წარმოებაში უშვებს. სათამაშოს რა მიზანი აქვს? არის ის, რომ დაუშვათ უწყობს სენსორულ განვითარებას, სიტყვაზე ეცნობა სხვადასხვა საგნების ობიექტების რაღაცა ნიშნებს და თვისებებს, ეს რა ბგერებს გამოსცემენ, ვიზუალურად როგორ გამოიყენება, შეხებით რა განცდები აქვს. ხო, ეს აუცილებელი არის, რა თქმა უნდა, ბავშვისთვის იმისათვის, რომ გარესამყაროს, ასე ვთქვათ, გაეცნოს. თავარი ალბათ რა შეიძლება ქონდეს ამას ნაკლი ან მინუსი. ეს არის პირველ რიგში ალბათ ხარისხი ამ სათამაშოების და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მით უმეტეს აქ თითქოს ხელი თამაშობს ბავშვი და თუ ეს არ არის დამზადებული მასალისგან, რომელიც ასე ვთქვათ არის უნებელი, ეს რა თქმა უნდა საშიშროებას გამოიწვევს. მით უმეტეს ხელი აუცილებლად უნდა დაიბანოს ბავშვმა აი ამ ესეთი სათამაშო თამაშის შემდეგ. ახლა არაფერზე ვბრაზობ, რომ გამოცადო რამდენად აქვს დამამშვიდებელი ეფექტი რეალურად ამ სათამაშოს. ამიტომ მოდით მე მას შევიძენ და როცა გაღიზიანებული და გაბრაზებული ვიქნები, გამოვცდი. როგორც თამაში დაგჭირდება თქვენი დახმარება, ხო, კომპეტენტური აზრი, ასე ვთქვათ. ბავშვები, რომელი უფრო მოთხოვნადი, რომელს ყიდულობენ უფრო ბავშვები და როცა გაბრაზებული ვიქნები, რომელს მისჩევთ თქვენ რა ამ დროს? ძალიან პოპულარულია დღესდღეობით. ბავშვები რატომღაც ყველაზე მეტად ირჩევენ MM-ს ტყარწს, რომელიც ნამდვილად ამშვიდებს და აწყბარებს. და ეს ჩვენ ვთქვით, რომ რაღაც სახეობები აქვს და ეს კონკრეტულად რა სახეობა? ეს არის ცოტა ნორმალურია, ეს გვაქვს კიდევ ლორწო ტყარწები, რომელიც არის ჟელესზე უფრო თხევადი ტყარწი. თხევადია, ხო, რეგაშკარად. შემდეგ გვაქვს ბურთულებიანი, მიკრობურთულებიანი ტყარწი, რომელიც ნამდვილად ამშვიდებს. ეს ბავშვების ფავორიტია ფერით შესაბამისად. ძალიან ლამაზი. კარგით, მოდით ჩამოვყალიბდეთ, აბა თქვენ სიგი ეს კიდევ ესეთი ტყარწი, რომელიც არის ჟელე ტყარწი და რაღაც ეს ვიზუალურად რაღაც უფრო მომხიბლელია, ხო, ბზინავს. განსხვავებულია სხვათა შორის ყველასგან. თავის ფორმაში და რა ფორმაშიც არის, იმის სუნი აქვს, შეგიძლიათ გასინჯოთ. ჩაკოჩოვინევა სუნი მართლა სხვა ფერების, სხვა ხილის. კარგით ბატონო, მაშინ მოგვეცით
მოდი თავი ვიყევს და შემდეგ ამაზეც გიამბობთ.